ლეგენდარული უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგი Berkshire Hathaway საბოლოოდ გავიდა ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიიდან. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს BYD-ზე. BYD, ანუ Build Your Dreams წლების განმავლობაში იყო Berkshire-ის ერთ-ერთი ფავორიტი კომპანია თავისი ზრდის დინამიკიდან გამომდინარე, მაგრამ როგორც ჩანს, მოვიდა დრო, როდესაც Berkshire-ს უნდა მოგების განაღდება და საწყისი ინვესტიციიდან მიღებული უკვე შემოსავლის რეალიზება. აქ გასაკვირი არაფერი არ არის, რადგანაც Berkshire არის საინვესტიციო კომპანია, ანუ მისი ბიზნესი არის აქციების და კომპანიების შესყიდვა და შემდეგ საჭირო დროს მათი გაყიდვა. ამის გარეშე Berkshire შემოსავალს ვერ მიიღებს. მარადიულად ვერ იქნება საკუთრებაში ერთერთი კომპანია მის პორტფელში. აქ ძალიან ლოგიკური ჯაჭვი არსებობს. თუ კი ის კომპანია, რა თქმა უნდა, არ არის დივიდენდური კომპანია, როგორც არის მაგალითად McDonald's-ი ან Coca-Cola. BYD ვიცით, რომ დიდი დივიდენდური კომპანია არ არის, ის უფრო მეტად მზარდი კომპანია, ხოლო მზარდი კომპანიით სარგებლის მიღება შეიძლება მხოლოდ მისი აქციების გაყიდვით. აი, მოვიდა გაყიდვის დრო და საწყისი ინვესტიციიდან უკვე გავიდა კარგახანი, კერძო 17 წელიწადი, აი ამდენი ხანი ელოდა რეალურად Berkshire ამ დროს, როდესაც დადგა BYD-ის გაყიდვის ჟამი. თავად ამ ინვესტიციაზეც უნდა ვთქვათ ორი სიტყვა, თავის დროზე ის განხორციელდა 2008 წელს ფინანსური კრიზისის ფონზე. მაშინ 230 მილიონი დოლარი ჩაიდო კომპანიაში, რაც იმ დროს საკმაოდ დიდი ფული იყო, განსაკუთრებით ფინანსური კრიზისი აქ გასათვალისწინებელი, მაშინ ფული არ იყო ესე. ხელმისაწვდომი და სწორი ტაქტიკა იყო, მაშინ იაფად იყიდა საკმაოდ BYD 10%-იანი წილი მოიპოვა ამ შედარებით მცირე ზომის ინვესტიციით და ამ 17 წელიწადში მიიღო 20 მაგი ამონაგები. ძალიან რთულია Berkshire-ს აჯობოს ზოგადად ინვესტირებაში, რადგანაც 20 მაგ ამონაგებს როგორც წესი საინვესტიციო ფონდები ასე მარტივად ვერ დებენ. თავად ეს ინვესტიცია ცხონებული ჩარლი მანგერის მიერ იყო დაჯინებით მოთხოვნილი და სწორედ ის იყო მთელი ამ პროცესის წინამძღოლი. მან აღმოაჩინა BYD, მან დაუმტკიცა დირექტორთა საბჭოს, რომ ის უნდა ყოფილიყო Berkshire-ის პორტფელური კომპანია და სწორედ მან დაარწმუნა უშუალოდ უორენ ბაფეტიც და სხვათა შორის მანგერი თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში ამბობდა, რომ თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია იყო BYD. ვინაიდან ასეთი დიდი ამონაგები Berkshire-ს ლამის არაფრით არ ჰქონდა მიღებული. 20 მაგი ამონაგები ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის და აქვე თავად BYD-ზეც შეგვიძლია ვთქვათ ორი სიტყვა. ამ კომპანიის შეფასება ამჟამად არის 131 მილიარდი დოლარი. ის ყველაზე მსხვილი ჩინური ავტომწარმოებელი კომპანია. ამავდროულად ის პლანეტაზე პირველ ადგილზეა ელექტრომობილების წარმოების რაოდენობით და ის უკვე ასწრებს Tesla-ს. და ეს 131 მილიარდი დოლარი არის ახლანდელი შეფასება, მაგრამ მომავალში, როდესაც ალბათ ის განვითარდება, მისი შეფასებაც წესით გაიზრდება, თუმცა ამითი უკვე ვეღარ მიიღებს Berkshire ხეირს, რადგანაც ის სრულად გასული იქნება კომპანიის აქტივობიდან. კი, მიაღწია 20 მაგი ამონაგები, როგორც თქვას მოძებნის. რა თქმა უნდა, ზუსტად ეს არის საინვესტიციო ჰოლდინგის დანიშნულება, როდესაც მოგებაზე გახვალ გამოიტანო და იპოვა შემდეგი BYD უნდა იპოვოს ახლა Berkshire-მა, რასაც ალბათ მოახერხებენ კიდეც. ასევე ისიც ყურადღებით. კი, აუცილებლად და აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ Berkshire-ის პოლიტიკა ყოველთვის არის შემდეგგვარი, რომ ის თითქმის ყოველთვის ფსონსდებს ამერიკის ეკონომიკაზე და BYD ცოტა რიყოს და წინააღმდეგობაშია ამერიკა-ცენტრიკულ საინვესტიციო ფილოსოფიასთან. ამიტომაც შეიძლება მხოლოდ აი ამ გეოპოლიტიკური მიზეზითაც კი მიიღო Berkshire-ს გადაწყვეტილება, თუმცა ინვესტორთა წინაშე წარდგენილ განმარტებაში ეს ასე არ იყო მოხსენებული, მაგრამ შეგვიძლია მარტივად დავინახოთ ეს ლოგიკაც განსაკუთრებით ტრამპის ეპოქაში ვართ და ვიცით რომ ტრამპს როგორი დამოკიდებულება აქვს ჩინური კომპანიების მიმართ. მოკლედ, BYD გასულია ასე ვთქვათ Berkshire-ის პორტფელიდან, Berkshire თავის გზაზე ვითარდება, ის ტრილიონიანი საინვესტიციო ჰოლდინგია, ხოლო BYD პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ელექტრომობილების წარმოებელი კომპანია, რომელიც იპყრობს გლობალურ ბაზრებს, მათ შორის საქართველოშიც დომინანტურად არის უკვე წარმოდგენილი ის და აზიის რეგიონში ისედაც ყველაზე მოთხოვნადია, მალე ალბათ უკვე ევროპაშიც ყველაზე პოპულარული მალე გახდება BYD.